Open Air-ის სცენაზე გაჟღერებული ამ ეროვნული სიტყვის გამო ნინო სუხიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ბულინგის კამპანია რადიკალმა ოპოზიციონერმა ნატა ფერაძემ გახსნა, რომელმაც ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელისგან განმარტებები მოითხოვა. როცა ფერაძეს თავისუფალი აზრის გამოხატვის შესახებ შეახსენეს, ნინო სუხიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხმყოფელი კამპანია ენა, მამულისა და სარწმუნოების მოწინააღმდეგეებისგან გაგრძელდა. ნიანიუმ გვიპასუხოს რა იგულისხმა, სცენიდან სიტყვით მოგვმართა. ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და აქო სცენაზე, წინა სიმღერაშიო, რო რაღაცა ახსენაო, რაღაც მკრეხელობაო, აი მაგას ვემიჯნებითო. წინა გამომსვლელი კორძი იყო და ჰომოფობია დაგმო. გისმენთ? და თუ ემიჯნება რა, არ აქვს უფლება და თავისუფალინება? კი, ყველას აქვს უფლება იყოს მგონი სიტყვა უნდა შეათანხმოთ ხოლმე გამომსვლელებთან, რაც ნინო სუხიშვილმა იკადრა იქ მყოფი მსმენელის შეურაცხყოფა იყო და ამის მოსმენა არ უნდა მოგვწეოდა არავის. სირცხვილია. ჩვენც ვემიჯნებით ნინო სუხიშვილს. დასის წევრებს შეგითანხმათ თქვენი სახელით რომ გაემიჯნა ყველაფერს, რაც Open Air-ის იდეას წარმოადგენს და თუ შეგითანხმათ, მაშინ ვის უცეკვეთ და რისთვის? და როგორც იქნა ყველა მაღიარა, რომ ნინო სუხიშვილი ჯობდა არ გამოსულიყვნენ, ან ხმა არ ამოიღოთ, სირცხვილია. სამრცხვინო გამოსვლა დამსახურებულად მიიღო სტუენა პასუხად. რა იყო ნინო სუხიშვილის მთავარი სათქმელი? მცირე კომენტარი ერთ-ერთ გამოცემასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩილ გულედანის სიმღერის ტექსტი გააპროტესტა. მკრეხელური ტექსტების გარდა წლევანდელი ფესტივალი სავსე იყო პოლიტიკური გზავნილებით. სცენიდან ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვეს. ორგანიზატორებმა ასეთებს მწვანე შუქი მარტივად დაუნთეს, თუმცა როდესაც ისეთი შემსრულებლის დრო დადგა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ნარატივს არ ეთანხმება, სცენაზე შუქი ჩაქრა. ფესტივალის სცენა პოლიტიკურ გზავნილებს, სივრცე კი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს, მათ შორის ქვიარ აქტივისტებს დაეთმო. რადიკალების განსაკუთრებული სიმპათია კი რუსეთის დროშის გამოყენებით ერეკლე გეწაძის პროვოკაციულმა პერფორმანსმა დაიმსახურა. პროვოკაცია, რომელმაც რუსეთში მცხოვრები უამრავი ჩვენი თანამემამულე დააყენა საფრთხის ქვეშ გმირობად შეფასდა. აბსოლუტურად მიუღებელი არის, როდესაც ხდება პროვოკაციის, გამიზნული პროვოკაციის მიზნით გარკვეული ეგრეთ წოდებული პერფორმანსების გამართვა, რომელიც არის დამაზიანებელი საქართველოსათვის და ამ პროვოკაციის შემსრულებელს მე არ ვიცი ესმის თუ არა, საერთოდ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის, თუმცა ვინც უბიძგებს და აორგანიზებს, იმან რა თქმა უნდა ზუსტად იცის რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ესეთი პროვოკაციები. პოლიტიკა, კულტურაში და ბრძოლა ეროვნულობის წინააღმდეგ ბულინგის კამპანიას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ წარმოებულ ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობენ. კულტურის მინისტრი კი ამბობს, რომ ერთადერთი ენა, რაზეც ხელოვანებმა უნდა ისაუბრონ, სიყვარულის ენა. კულტურა არის გამაერთიანებელი. ერების, ქვეყნების, გულების, ადამიანების. ჩემი მხარდაჭერა მინდა გამოვთქვა სუხიშვილების მიმართ. სუხიშვილები სხვას ვერაფერს ვერ იტყოდა, გარდა იმისა, რომ რასაც ყველანი უნდა ვამბობდეთ და ნამდვილად მჯერა, რომ ეს ესეა, რომ მამული ენა სარწმუნოება. არის ჩვენთვის მთავარი ღირსება, სიყვარულის ენა არის ერთადერთი ენა, რომელიც როგორც მთელი საქართველოსთვის, ისე ხელოვნების მოღვაწეებისთვის უნდა იყოს ურთიერთ გაგების, ურთიერთ სასაუბრო ენა.
სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, როდესაც აზრს არიზიარებს მეორე მხარე და შენ ყველაფრით ებრძვი. მას ანტიქართული, ანტიეროვნული მისწრაფებები, ანტიეროვნული ნაბიჯები, მამული ენა სარწმუნოებას თუ არ აღიარებ და თუ არ გწამს, აი რისი გწამს, მაშინ შენ სამშობლოში არის საინტერესო დაუსვათ კითხვა თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრია და არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, როცა მუსიკალური ფესტივალი პოლიტიკურ ფესტივალად გადაიქცევა და როცა ასე ახარისხებენ მონაწილეებს, მომღერლებს და ასე ექცევიან, ეს კიდევ ერთხელ ავდასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარი მხოლოდ მათი ვიწრო პარტიული ინტერესებია და ნებისმიერი ფესტივალი, ნებისმიერი ღონისძიება უნდა გამოიყენოს საზოგადოების დაპირისპირებისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. განსხვავებული აზრის გამო ადამიანების ბულინგი რადიკალების დამახასიათებელი თვისებაა. სიზღისა და სიძულვილის კამპანიას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით ფუთავენ და განსაკუთრებით ებრძვიან მათ, ვინც ქართული იდენტობისა და ეროვნულობის მომხრეა.